ოდესღაც ჩვენი ქვეყანა არა 2 ან 3 მილიონს, არამედ ლამის 10 მილიონ ქართველ ადამიანს იტევდა. მრავალი დამპყრობლის ძალიან მძიმე მოთხოვნები სწორედ იმაზე მიგვანიშნებს, თუ რა მასშტაბის მქონე სახელმწიფო ვიყავით მე-12-მე-13 საუკუნეში. დარწმუნებული ვარ, ბევრს გაინტერესებთ, თუ რაოდენ მრავალრიცხოვანი ვიყავით სინამდვილეში ამ პერიოდში. მე დღეს ვსაუბრობ ოქროს ხანისა და მისი შემდგომი საუკუნის საქართველოს დემოგრაფიულ სურათზე. მე-13 საუკუნის შუა პერიოდში საქართველო მონღოლებმა დაიპყრო. მათ აქ მართველად დაადგინეს არღუნყაენი, იგივე არღუნაღა. მან ქართველებს ძალიან მძიმე ტვირთი დაკვაკისრა. მოდით თავად ჟამთა აღმწერელს მოусმინოთ, რომელიც 1254 წლის საქართველოს ისტორიას გვიყვება. ჩანაწერში ვკითხულობთ: და 900 გლეხსა სრულისა მიწისა მქონებელსა ერთი ლაშქარს წარმავალი კაცნი შეაგდიან და გამოხდა სამეფოსაგან დავითისა 9 დუმანი მხედარი თათართა თანა წარმავალი, რომელ არს 9 ბევრი. 900 გლეხსა სრულისა მიწისა მქონებელსა ერთი ლაშქარს წარმავალი კაცი შეაგდიან. ეს აღნიშნავს, რომ ყოველი 9 სრულფუძიანი გლეხის კომლიდან, ანუ ოჯახიდან, ერთი მეომარი მამაკაცი უნდა გამოიყვანათ ლაშქარში. ამ 9 ოჯახს იგივე კომლს ერთობლივად ევალებოდა შერჩეული მეომრის აღჭურვა ცხენით, იარაღითა და სურსათით. სიტყვა დუმანი კი მონღოლურად თუმენ ნიშნავს 10,000-იან სამხედრო შენაერთს. შესაბამისად 9 დუმანი არის 90,000 მეომარი. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მონღოლებმა საერთო ჯამში ჩვენგან მოითხოვეს 90,000 მეომარი მთელი საქართველოდან. უფრო სწორედ იმ ტერიტორიიდან, რომელსაც ერთიანი საქართველოს მეფე აკონტროლებდა. მოდი განვაგრძოთ ეს ისტორია. კომლი იგივე ოჯახი 5 ან 6 ადამიანს მოიცავდა: დედმამა, შვილები 2 ან მეტი, ბებია და ბაბუა. ანუ 90,000-იანი ლაშქარი უნდა გამრავლდეს 9-ზე, ანუ 9 კომლიდან ერთი მეომარი, ხოლო შემდეგ 5-ზე ან 6-ზე, ანუ კომლის სულადობაზე, რაც უდრის დაახლოებით 4 მილიონიდან 5 მილიონამდე ქართველ ადამიანს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქართველები ამ პერიოდში 380,000 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას ვაკონტროლებდით, თუმცა ეს ტერიტორია დაყოფილი იყო რამდენიმე ნაწილად. ტახტს ერთდროულად იყოფდნენ დავით მე-7 ულუ და დავით მე-6 ნარინი. დასავლეთ საქართველო დავით ნარინის სამფლობელო იყო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო კი დავით ულუს სამფლობელო. ამ პერიოდში ერთიანი საქართველოს მეფის ან მეფეების იურისდიქციის მიღმა იყო სამცხის საათაბაგო, რომელიც მონღოლთა უშუალო გავლენის ქვეშ იყო და რომელიც დიდი ალბათობით ამ 90,000-იანი მეომრის გაწვევაში არ იღებდა მონაწილეობას. შესაბამისად 4-დან 5 მილიონამდე ქართველს კიდევ დაემატება ამ რეგიონის ქართული მოსახლეობა, რომელიც დაახლოებით 9 მილიონიდან 1 მილიონამდე მერყეობდა. ანუ რომ შევაჯამოთ, დაახლოებით 6 მილიონი ქართველი ცხოვრობს მე-13 საუკუნის საქართველოში. ამ პერიოდში დედამიწის ზურგზე 350-დან 400 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა. ანუ მე-13 საუკუნეში დედამიწის სრული მოსახლეობის მინიმუმ 1-დან 2%-მდეა ქართველი. მათი უმეტესობა კი შემდგომ საუკუნეში იძულებით მიმოგვფანტეს ლამის მთელ მსოფლიოში. ჩვენ კი ამ ადამიანების შთამომავლებს უნდა გავაგებინოთ, ვისი გორისა არიან. საქართველოში უნდა დავაბრუნოთ ქართველები. სადაც არის სიკეთე და სიმართლე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.